ისტორიის მიღმა, რომელსაც გიყვებით რეალური ადამიანები და მათი თავგადასავლები დგას. თქვენ უსმენთ გურულ ფაილებს, რადიო გურიაზე. დღეს ჩვენი ფაილები იმ მწვანე ფოთლის ისტორიას გიამბობთ, რომელმაც გურიის ყოფა, ეკონომიკა და ლანდშაფტი სამუდამოდ შეცვალა. ჩვენ ყვებით გურული ჩაის თავგადასავალს. ყველაფერი 1809 წელს დაიწყო. სწორედ ამ დროს გურიის მთავრის, მამია მეხუთე გურიელის ბაღში ჩაის პირველი ბუჩქი გაჩნდა. ეს ბაღი დღევანდელი ოზურგეთის ცენტრში, ჭადრებისა და სამკუთხას ტერიტორიაზე მდებარეობდა. შოტლანდიელი აგრონომის, იაკობ მარის ხელმძღვანელობით აქ საოცარი ფორთოხლების, ლიმონებისა და ჩაის ოაზისი შეიქმნა. თუმცა მამია გურიელის სიკვდილის შემდეგ ბაღი მოიშალა. ყირიმის ომის დროს კი ოზურგეთში შესულმა სამხედროებმა ის საერთოდ აჩეხეს. მაგრამ ჩაის გადარჩენა ეწერა. იაკობ მარის რჩევით ბუჩქები გორა ბერეჟოულში, მიხეილ ერისთავის მამულში გადარგეს. ერისთავი ჩაის დიდი მოყვარული იყო. გადმოცემა ამბობს, რომ ჩინეთში მოგზაურობისას მან ჩაი დააგემოვნა და მისი წამოღება განიზრახა. იმ დროს ჩინეთიდან ჩაის თესლის გატანა სიკვდილით ისჯებოდა. ამიტომ ერისთავმა ის გახვრეტილ სამგზავრო ჯოხში, ტროსტში ჩაყარა და ასე კონტრაბანდულად გამოაპარა. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი და უკვე 1864 წელს თბილისისა და სანკტ-პეტერბურგის გამოფენებზე გაიტანა. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ოზურგეთის მაზრა ჩაის წარმოების ეპიცენტრი ხდება. 23 საცდელი ნაკვეთიდან 9 მათგანი სწორედ ოზურგეთში იყო. გურიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კი ჩინური, იაპონური და ინდური ბუჩქების შეჯვარებით მიიღეს ლეგენდარული ჰიბრიდი, ბათუმის ჩაი. კოლექტივიზაციის შემდეგ ჩაი გურიის ნომერ პირველი კულტურა გახდა. მან სასტიკად განდევნა მანამდე გავრცელებული ყველა ტრადიციული საუკუნოვანი კულტურა. მათ შორის ღომი და უძველესი გურული ვაზი. ყველა დიდ სოფელში გაჩნდა ჩაის ფაბრიკა და მიმღები პუნქტი. ანასეულში შეიქმნა უდიდესი კვლევითი ინსტიტუტი. საბჭოთა პროპაგანდა მეჩაიეობას გიგანტურ წარმატებად აცხადებდა. 1958 წელს ჭანიეთის, ლაითურისა და ლიხაურის მეურნეობებში პირველად ჩაის საკრეფი მანქანები გამოსცადეს. თუმცა ამ დიდ ინდუსტრიულ რბოლას თავისი ფასი ჰქონდა. წარმოებული ტონებისა და რაოდენობის ზრდა საბოლოოდ ჩაის ხარისხის კატასტროფული გაუარესების ხარჯზე მოხდა. თუმცა გურულ ჩაის ამ მიწაზე ფესვები იმდენად ღრმად ჰქონდა გადგმული, რომ მისი ასე მარტივად მივიწყება მაინც არ მოხდა. დღეს, წლების შემდეგ, გურიაში ეს საქმე ნელ-ნელა ხელახლა იკრებს ძალებს. არაერთი ადგილობრივი მეწარმე და ოჯახი სიყვარულით აცოცხლებს მიტოვებულ პლანტაციებს და მათ მიერ ხელით მოკრეფილი თუ საწარმოებში დამზადებული ხარისხიანი ჩაი გააქვთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე. ასე რომ, მამია გურიელის და მიხეილ ერისთავის დაწყებული ეს მწვანე ისტორია დღესაც გრძელდება. უბრალოდ ახალი ადამიანებით და ახალი ტექნოლოგიებით. მომდევნო გადაცემაში სხვა გურულ ისტორიას გიამბობთ.